ჭურჭელით. სულ რაღაც 2-3 ლიტრი, 2-3 ლიტრიანი ქვევრები, ძალიან პატარა ჭურჭელია და ეს აი ამ ხელა ესეთი ამპლიტუდა ესე ვთქვათ არსებობდა. ბატონო გიორგი, მხოლოდ წყაროებით და გადმოცემით ვიცით ვთქვათ, რომ 20 ტონიანი ქვევრები მზადდებოდა თუ არის სადმე აღმოჩენილი ამ ზომის ქვევრები დღეს? ხლა ამ ზომის ჭურჭელი დღეს აღმოჩენილი აღარ არის არსად. პრინციპში ეს არის მარტო ვარაუდის დონეზე და თუმცა შესაძლებელია რომ დამზადებული იყო ამ ზომის ჭურჭელი. ეს სპეციალურად ეს ჰაერიდან არ მოსულა ეს 20 ტონიანი ჭურჭელი, უბრალოდ იქნა აღმოჩენილი ნატეხები და იქიდან გამომდინარე გამოთვლებით ვარაუდობდნენ რომ იყო ესეთი დიდი ზომის ჭურჭელიც. ბატონო გიორგი, საინტერესოა რას უწოდებდნენ ჩვენი წინაპრები ქვევრებს. ასე ეხსენებდნენ მაშინაც თუ სხვა სახელს უწოდებდნენ? ქვევრი ეს არის ერთ-ერთი სახელი აი ამ ჭურჭელის, ღვინის შესანახი ჭურჭელისა. საერთოდ ძალიან საინტერესო ცნობებს გვაწვდის ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თავად ქვევრების კონკრეტულად სახელებს ეხება საკმაოდ ვრცლად სულხან-საბა ორბელიანი სახელებს, ძველ ქართულ სახელებს ხვდებით მაგალითად ასევე ბიბლიაშიც, მცხეთურ ხელნაწერში ხვდებით აი ამ მაგალითად ჭურები მოხსენიებულია, ჭური, ლაგვინი არის იყო ესეთი სახელი, ქვევრის ერთ-ერთი სახელი. ზოგადად ქვევრებს ესეთი კლასიფიკაცია იყო, ესეთი სახელებისა იყო ჭური, ქვევრი, ლაგვინი, ლაგვინარი, ყვიბარი, დერგი. ძალიან ბევრი სახელი ქონია. კი, ძალიან საკმაოდ ეს ქვიბარი ასევე და ეს ყველა სახელი ესეთი დანაწილებული იყო, ანუ ყველა ზომის შესაბამისად ტიპს და სხვა თავისი სახელი ჰქონდა და არა დღეს როგორც დღეს არის შემორჩენილი მარტო ქვევრი და ჭური. მარტო ქვევრი აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად ჩვენსკენ არის განვითარებული და ზემო იმერეთში ხვდებით ქვევრებს და ჭურები დასავლეთში. იმერეთში, გურიაში, სხვადასხვა გურიაში მზადდებოდა ქვევრები ძველად, სოფლებში აკეთი და აცანა. ასევე სამეგრელოში ჯვარი, სოფელი ჯვარი, სამეგრელოში რამდენიმე დღესდღეობით სამწუხაროდ როგორც აღინიშნა აღარ მზადდება. სამწუხაროდ, ბატონო გიორგი, და ალბათ უნდა ითქვას ჩვენი სიზარმაცის გამოც ერთგვარად ის რომ გვეზარება თქვა და ძნელი მოსავლელია, ნელ-ნელა წარსულს ხო არ ბარდება? ეს აზრი იყო გავრცელებული, კი, რა თქმა უნდა, გეთანხმებით, მაგრამ მე ვერ დავარქმევდი წარსულს ბარდება. დღეს რაღაცნაირი შემოbrunება იგრძნობა, ჩვენი ორგანიზაცია სწორედ აი ამ საქმეს ემსახურება, ერთის მხრივ ძველი ქართული კულტურების აღდგენა და მეორეს მხრივ მეღვინეობა, სწორედ აი ესეთი ამ სახის მეღვინეობა ოჯახურ პირობებში. თქვენ ხელს უწყობთ ალბათ. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს მიუბრუნდეს კლეხი ამას. გამოცემებიც ამის შესახებ სხვადასხვა დროს გაზეთებში, პრესაშიც წერთ ამის შესახებ და ასე ვთქვათ პროპაგანდას ვეწევით, თუმცა არაფერი გვაქვს საწინააღმდეგო ქართული მეღვინეობისა, მაგრამ მაინც ძირითადი მიმართულება სწორედ არის ოჯახურ პირობებში და კონკრეტულად ქვევრებში დაყენება ღვინისა, რომელიც ესე გაპასიურება, ესე ვთქვათ, გამოიწვია მართალი ბრძანეთ თქვენ ეს იყო, ეს არის ძირითადად სიზარმაცე და მეორეს მხრივ არის ძალიან ესეთი არასწორად გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ქვერის ღვინო არის რაღაცა ძალიან უხეში, ცუდი, წყლარტე, ესე ვთქვათ და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი და ასევე ღვინოს ქვევრის გემო ახასიათებს რაღაცნაირი ქვევრი, ხა ქვევრის გემო არ არსებობს. ეს არის გამომწვარი თიხა, რომელსაც გემო არ აქვს, იგი ნეიტრალურია. ანუ აქ ჩვენ საქმე გვაქვს იმასთან, რომ არ არის სათანადოდ გარეცხილი. საერთოდ თუ კი ქვევრის ღვინოს ახასიათებს რაღაცა გემო და სუნი და ასე შემდეგ, ეს არის არა ქვევრის, არამედ იმ ადამიანის ბრალი, რომელიც მასში ღვინოს აყენებს და უпростоრეთ ვერ აყენებს. თავისი სპეციფიკა სჭირდება ბუნებრივი. რა თქმა უნდა, ქვევრის რეცხვა თქვენ წარმოიდგინეთ, აი შიომღვიმისადმი ერთ-ერთ წერილში, სიგელში მოიხსენიებიან 4-თა ქვევრის მრეცხველთა სხალტბელთა ესეთი ესე იგი ეს ძველად აი ამ პროფესიაც კი არსებობდა, ქვევრის მრეცხავი.
ანუ ეს იყო ადამიანის პროფესია და ქვევრების რეცხვა მიმდინარეობს არა კონკრეტულად შემოდგომით მასში ღვინის ტკბილის თუ უფრო ადრე ალბათ. არამედ მთელი წლის განმავლობაში ღვინის გადაღების დროს, გაზაფხულზე, შემოდგომაზე, ზაფხულში, ზამთარში. ანუ ეს იმდენად სპეციფიური დარგი იყო, სპეციფიური მომენტი იყო ეს და ჰიგიენას იმდენად დიდ ყურადღებას აქცევდნენ ჩვენი წინაპრები, რომ აი კონკრეტული პროფესიაც კი არსებობდა, როგორც უკვე აღნიშნეთ, ქვევრის მრეცხავი და ხშირ შემთხვევაში ქვევრის რეცხვას პროფესიონალი ახორციელებდა. დიახ, მე პირადად მიმიღია ქვევრის რეცხვაში მონაწილეობა 1-2 ჯერ, უნდა ვაღიარო, დამღლელი პროცესია, თუმცა თან სასიამოვნო. სასიამოვნო, რა თქმა უნდა, თუმცა თუ კი სწორედ არის გარეცხილი ქვევრი, აქედან გამომდინარე ჩვენ ეს არის საწინდარი იმისა, რომ მივიღოთ ხარისხიანი ღვინო და ხარისხისთვის შრომა არასდროს არ არის რაღაცა დასაზარებელი და ასე შემდეგ. არსებობდა ძირითადად ორი სახის ჭურჭელი, დიდი ზომის ჭურჭელი და პატარა ზომის ჭურჭელი და დიდი ზომის ქვევრებს ჩასავალი ეწოდებოდა. ანუ აქედან გამომდინარე სიტყვა თვითონ ამ სიმაზე რომ ეს ამ ქვევრში უნდა ჩავიდეს ადამიანი გასარეცხად რა თქმა უნდა და არა ღვინის ამოსაღებად და ესეთი ქვევრი ირეცხება ადამიანები აწყობენ შიგნით ვაზის ლერწამს იმისათვის რომ კარგად მოხერხებულად დადგნენ იმიტომ რომ როგორც ვიცით ესეთი ძირი კონუსი კი და შემდგომ დგება ადამიანის შიგნით ჩააქვს სარცხი მოკლე სარცხი ან აღმოსავლეთ საქართველოში და კონკრეტულად კახეთში იყო გავრცელებული კრაზანის ფესვები კრაზანა მცენარე კრაზანას აგროვებდნენ და კონად სპეციფიური ამას დამზადება ჭირდება უნდა შეიკრას კონად და ამ ფესვებისგან ხდებოდა ხეხვა ადამიანი ესე ხეხავდა ჩადიოდა წყალი ჩაქონდა შიგნით ირეცხებოდა ასევე კირწყალი და გამოიყენებოდა ასევე ნაცარწმენდილი ესეთი ძველი ქართული საშუალებაა სანამ საპონი იქნებოდა არსებობდა დუღარე ასევე საბა სულხან-საბას აქ კარგად განმარტებული წამოდუღება ხდებოდა ნაცარის რა თქმა უნდა წყალი უნდა დაესხას და ეს შემდგომ რასაც მივიღებთ ის ლექი უნდა გადაიყაროს და ეს ნაცარწმენდილი ძათა და არის ტუტე ხასიათის თავისთავად ცხადია და ახასიათებს გამხსნელი თვისება და ქვევრში ნარჩენები ქვევრის ესე თქვათ ჭუჭყი ეს არის ღვინის ქვა ლექი და სხვა ეს არის მჟავა ხასიათის ან მჟაური ხასიათის ნარჩენებია ეს ჭუჭყი ესე თქვათ და სწორედ ერთმანეთ ტუტე და მჟავა ეს გამხსნელი თვისებებით და ესე ამრიგად ხდებოდა ქვევრების რეცხვა და მეორე ქვევრის რეცხვა სხვანაირად ეს არის ზემოდან ხდება ანუ თუ პატარა ესე სარცხი რომელიც მზადდება წარებალის ქერქისაგან და ზემოდან ხორციელდება ფენა კი ესეთი იმერეთშია ძირითადად იმერეთში თუმცა აღმოსავლეთში წვდებით ბატონ გიორგი თქვენ ბრძანდებით ასოციაცია ელკანას კონსულტანტი მევენახეობა მეღვინეობის დარგში თქვენ თუ გაქვთ მარანი საინტერესოა და თუ აყენებთ ამ ტექნოლოგიით დღეს ღვინოს რა თქმა უნდა მაქვს მარანი ძალიან ძველ სახში ვცხოვრობ და თავისთავად ხვდა ბედნიერება და ვთქვათ მემკვიდრეობით მერგო ეს მარანი რა თქმა უნდა ვეწევი ოჯახურ პირობებში მეღვინეობას თუმცა იქიდან გამომდინარე რომ მუშაობდა მაგ ჩემი სამსახური და ჩემი სამსახური არის სწორედ აი მეღვინეობის დარგს უკავშირდება მევენახეობას ეს ბევრ დროს მოითხოვს და თუმცა ჩემი სტუმრებისთვის ყოველთვის ჩემი ღვინო მაქვს და მე ვამზადებ მე რომ გესტუმროთ ბატონო გიორგი ქვევრის ღვინოს დამალევინებთ ან აუცილებლად კარგით მე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ რომ ჩვენი სტუდიის სტუმარი გახდათ ასოციაცია ელკანას კონსულტანტი მევენახეობა მეღვინეობის დარგში ბატონი გიორგი ბარისაშვილი მადლობთ ყურადღებისათვის ახლა მე სიუჟეტს წარვადგენ ჩვენი ტელემაყურებისათვის ჩვენი გადამღები ჯგუფი ბოლნისის ეპარქიას